ეს ვისთვის არის? კაკაო. აი, სამცხელო შოკოლადი. მეგობრებო, ცოტა ხანი უნდა დამელოდოთ, ხო ხედავთ რამდენი ადამიანია. არა, კალათბურთელებს არ უნდა გველოდინოთ. სამცხელი შოკოლადი. პიცა დაგავიწყდა პირველი ვის უნდა მოემსახურო, ჩვენ ვართ აქ უფროსები. ბლონდი, ჩვენ შევუკვეთეთ პირველი, ამიტომ შენს ადგილას დაყენდი, ხო? გოგოებო, ნუ ყვირით. ყველას მოგემსახურებით, ბევრი სამუშაო გვაქვს. პიცა ჩვენ უნდა მოგვემსახურო პირველი, დაიმახსოვრე, თორე შუბლზე დაგაწერ. რაიან, დღეს არის ჩვენი შოუ და იცოდე იმედები არ უნდა გამიცრო. ნამდვილი მაჩოსავით უნდა მოიქცე. პიცა, ლიმონათი მინდა. ლეილა, ვეცდები. ძალიან ეცადე რაიან, იმიტომ რომ ყველა გამოვა დღეს კარგი პერფორმანსით. ჯანდაბა შოუ დღეს არის და ძალიან ნერვიულობ. პატრიკ, შენი აზრით რომელი ჯობია, უფრო ფერადი მაკიაჟი თუ ნეიტრალური? ჯიჯი, ნათელი. პროვას ისწავლე სიტყვები თუ კიდევ არაფერი არ იცი? თული სიტყვებს ახლა გავიმეორებ. მიდი უცბად. პროვასტი, ხმამაღლა წაიკითხე. გასაგებია, ლული ის ჩვენი შვილი არ არის, მატყუე. პროვასტი, შეხედე, ზუსტად შენი თვალები აქვს. წარბები ჩემნაირი. ეს ნორმალურია, დიმა არ მოვიდა, თქვა რომ ზედმეტად გავიზარდა ესეთი შოუებისთვისო. ჯანდაბა მწვანე, ძალიან მწუხარ რომ იმედები გაგიცრუა. კოსტა, ვისწავლე უკვე მე ყველაფერი, შეგიძლია დიმა შეცვალო? არა მწვანე, კოსტა დიმას არ შეცვლის. იცი რა კარინა, ეგ ნიშნავს რომ შენ არ წუხარ ჩემ გამო, რომ წუხდა მათხოვებდი კოსტას. მომის მინე მწვანე, ჯერ ამის გამო გინდა რომ გათხოვო კოსტა. მერე კინოშიც წახვალ, დაივიწყე. კარინა, შეიძლება საათისფერი ჩვენთან წამოვიყვანოთ. ხო რა? არა მწვანე, ვინ უნდა იყო? მე და კოსტა ვართ სცენაში. ბოდიში, მაგრამ შენთვის როლი არ არის. მეგობრებო, გამარჯობა, აბა როგორ ხართ? ძალიან კარგად. აბა მსად ხართ როლებისთვის? დიახ. კარგია. გამარჯობათ მოსწავლეებო. მოკლედ, ბავშვებო, ვინც დღეს გამოდის პერფორმანსით, წამოხვალთ ჩვენთან გასახდელში და ჩვენ მაკიაჟს გაგიკეთებთ, ტანსაცმელებს მოგცემთ. შეიძლება პირველი მე ვიყო რიგში? ჯიჯი, მაგარია, მაკიაჟს გაგიკეთებენ. ბავშვებო, ყველა ვისაც მაკიაჟი გჭირდება, წადით მერისთან და ნასტიასთან. ხო, ოღონდ რიგში ჩადექით. და კნოპა და მე ჩვენ ტანსაცმელებს ჩაგაცმევთ, მოდით ჩვენთან. და მეც მებს გავაკეთებ, ამიტომ ვისაც გჭირდებათ, მოდით ჩემთან. ჯანდაბა, ამის წარმოდგენა შეგიძლია, რანაირად უნდა გააკეთოს იანამ თმა. ერთხელ ვთხოვე რომ კუდი გაეკეთებინა ჩემთვის და ნეტა არ მეთხოვა, მართლა. ლეილა, ის რატო უნდა დაგეხმარო, სხვა და გავუწყა, მე ვინ ვარ? კარგი, ყოველს წარმატებას გისურვებთ, იმედი მაქვს კარგი შოუ იქნება დღეს. ქალების დღე მაგარი დღესასწაულია. დიანა დღეს ძალიან კარგად გამოიყურება. იმედია ოდესმე შევრიგდებით. სმაილ რა დიანა, ჩემ მერის შეხედე. ნუ ჩემ მერის აღარ, მაგრამ ადრე ხო ხვდებოდით ერთმანეთს. მეგობრებო, ისინი მეამბოხეები არიან და ეს ყველაფერს ამბობს. ამ სკოლაში საუკეთესოები არიან. მეგობრებო, რაზე ლაპარაკობთ? იმედი მაქვს კარგი შოუ იქნება დღეს, ბავშვებო. ხო, გაგვაკვირვეთ. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ჯიურიში. მეგობრებო, ხო იცით ახლა სად უნდა იყოთ? ვარჯიშზე მასწავლებელო მაიკ. ხო და ივარჯიშეთ და მეამბოხეების განხილვას შეეშვით. გასაგებია, მასწავლებელო მაიკ. კარგი, წარმატებები, გასახდელში გელოდებით. აი, ის თავიდან შემივს ეგემრიელია. რა პრობლემაა მასწავლებელო მაიკ? პიცა, მალე მოდი, მეორე შეკვეთაც მზადაა. მეამბოხეებო. საერთოდ რის უფლებას აძლევენ საკუთარ თავებს? ხო, ვინ ვგონი ვართ? ბიჭებო, გადით ახლა აქედან დროზე. კარგი გოგოებო, ამათ ყურადღება არ მიაქციოთ. მეამბოხეებო, ნახავთ. მასკოტ, უკვე იცვლი? აუ, რა კარგია. ჩემთან ერთად დღეს შოუში გამოდი, რა არ მყავს წყვილი? ვა, მია, უკვე არჩევნის უფლებასაც არ მიტოვებ. რა მოხდება თუ უარს ვიტყვი? მასკოტ, ერთად გავაკეთოთ ეს პერფორმანსი. შენ ჩემი ბაჭია ხარ, მე შენი სტაფილო. შენი ნომერი უკვე მზად გაქვს? რამეს მოვიფიქრებთ, დარწმუნებული ვარ, გამოგვივა ყველაფერი, არ ინერვიულო. კარგი, მაგრამ რეპეტიცია მაინც გაიარე. შენთან ერთად თავის შერწყონა არ მინდა. მე ჩირილდერების მასკოტი ვარ. კარგი, ვირეპეტიციოთ. მია, ისე ვაკრატოდ გახარ, ჩაიცვი შენი სტაფილოს კოსტუმი და ივარჯიშე. რა, მაჩქარება? ეხა მიგაჩვენებ, როგორ უნდა გაჩქარება. მოიცა, გავუვით რეპეტიციას თუ ჩემი კოსტუმის დაფუჭება გინდა. კარგი, ჯიჯი, ეს კაბა შენთვის არის. დღეს ვინ უნდა იყო? აბა მიხარი. ჯულიეტა ვიქნები. მაგრამ ჯიჯი, მაშინ ყულულები უნდა გქონდეს. არა, იანა, სწორი თმა მინდა. კარგი, წარმატებები. მეც მჭირდება კოსტუმი, სახლში დამრჩა. გოგოებო, ყველაზე ცუდი კაბა მიეცით, ნერვებს მიშლის და იცოდეთ მას მე არ გაგიკეთებ. კარგი, ლეილა, აი შენი კაბა. მადლობა. იანა, მართლა გონია რომ ჩემ თმაზე შენ გენდობი? კარგი რა.
გოგოებო, მეტი ჰაილაითერი წამისვით უნდა ვიბრწყინო. შუქები, ნათურები ანათებენ, მეც უნდა გავანათო. ჯული, ნათურები ყველაზე ანათებენ. ჯული, შეგიძლია შეწყვეტო საუბარი, თორემ შენი ტუჩები სოსისებს დაემსგავსება. კარინა, როგორი კოსტუმი გინდა? ხო, კარინა, ვინ უნდა იყო დღეს? მე და კოსტა ვართ წყვილი, რომელსაც ძალიან უყვართ თავისი შვილი. კარგი, კარინა, შეხედე, აი ესე დაწყო აქვს. და აი ესეც, მაგრამ რამე უნდა ჩაიცვა ამის შიგნით, რას ფიქრობ? კოსტას მოსწონს, როცა ჩვეულებრივი რაღაცეები მაცვია. კარინა ნერვებს ნიშნის, რაღაცნაირად ახამხამებს. ხო, თითქოს ნელა თვალებს ხუჭავს და ახელს. შემდეგი, მე სტაფილოს კოსტუმი მჭირდება. კნოპა, რა სტაფილოს კოსტუმი? გაარკვია, აბა რა არის? ეგეთი კოსტუმი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ზედები, ქვედები. სტაფილოს კოსტუმი მჭირდება, მასკოტთან ერთად ვარ და ის ბაჭია, მე სტაფილო. და რა უნდა თქვათ? რა, მე ამბოხებო, არ გაქვთ ეს კოსტუმი, რა სირცხვილია. მია გითხრეს რომ არ გვაქვსო, ამიტომ წადი, ყველაზე ლამაზი კაბა მომეცი. ნახეთ ვინ მოვიდა. არა, პიცა შენთვის არ გვაქვს არანაირი კაბა, გამორიცხულია. ესეა დაწყნარდი, მოამზადე პერფორმანსი. და ვინ იქნები? ისთან ერთად ვიქნები. კარგი ეს? კარგია. ჯანდაბა, რატომ მომწერა? დიანა, ვინ არის? დედა მომწერა, ყველაფერი კარგად თუ მიდიოდა და მივწერე რომ ყველაფერი კარგადაა. გოგოებო, შეამჩნიეთ რომ კალათბურთელებს აღარ ვადარდებთ, მაგრამ უშტვენენ. ხო, არ ადარდებთ, განსაკუთრებით სმაილს არ ადარდებს. დიანა, უთხარი დედა შენს რომ ყველაფერი კარგადაა. შემდეგი. ჩვენც მოგცემთ ტანსაცმელს. გოგოებო, ერთი წუთით გავალ საპირფარეშოში. დიანა, რას გულისხმობ საპირფარეშოში? ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, ხო? ვერ მოვასწრებთ ჩოუნდე. გოგოებო, შეგიძლიათ ვეღარ გავუძლებ უბრალოდ. ჯანდაბა, დიანა, გვეხუმრები? მალე დავბრუნდები. ანუ კნოპა, მოგვეცი ტანსაცმელი. გოგოებო, გეგონათ რომ ბაყაყები მოვიდოდნენ ტანსაცმლისთვის? არა. ბაყაყებო, არ ვიცი რა ტანსაცმელი მოგცეთ. ჯანდაბა, სმაილმა მომწერა, დიანა სასწრაფოა. სმაილ, გავიგე რომ სასწრაფოა, მაგრამ ამას რატომ აკეთებს? გოგოებმა რო გაიგონ, კარგი, გავარკვევ რა უნდა სმაილს და დავბრუნდები. ოღონდ მე ამბოხებმა არ უნდა გაიგონ არაფერი, არ მაპატიებენ. ვაიმე, დავაგვიანე, რამე კაბა დარჩა ჩემთვის? კი, დარჩა, მწვანე. მოდი აქ, შემოდი. სად არის კაბები? სად არის? მოკლედ, მწვანე, შენი დახმარება მჭირდება. დახმარება? რა დახმარება? მოკლედ, მწვანე, შენი ლუკი მჭირდება. ჩემი ლუკი? დიმა გინდა არა? გავიგე ყველაფერი. არა, მწვანე, მომისმინე. თუ დამეხმარები, მაშინ დიმას ვეტყვი, რომ მთელს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და მაგარი გოგო ხარ და დამიჯერე ამის მერე შენთან იქნება სამუდამოდ. ამას მართლა ეტყვი დიმას? კი, მართლა ვეტყვი. ეს პარიკი გაქვს არა? ეს ჩემი ნამდვილი თმა არის. მომისმინე მწვანე. ყველამ ვიცით რომ პარკი გიკეთია. აბა დამეხმარები თუ არა? კარგი, დაგიხმარები. გავცვალოთ. მეგობრებო, დიანამ წაიკითხა, მაგრამ არ პასუხობს. სმაილ ახლა არ მოვა, შეკრებილები არიან და ემზადებიან. ხო, თან ეს არასწორია. სიხარ და დიანას წერ. მაშინ მეც ამოვიღებ ტელეფონს და კნოპას მივწერ. მეგობრებო, ჯერ დიანას შემონიგებით დავიწყოთ. მერი და მერე კნოპა. ხო, მართალია, სამივე ერთად არ შეგვირიგდება. რიგრიგობით უნდა მივხედოთ. ხო, ეგრე აუცილებლად შეგვირიგდებიან. კარგი, მეგობრებო, გეყოფათ, რა იცით, იქნებ მართლა მოდის. კარგი, სმაილ, წარმატებები და გვითხარი რა მოხდება. დედა, კარგია ეს სამაჯურები, გამომართვებს თუ არა? კარგი, მთავარია რომ მოვიდეს. კარგი, მწვანე, გაუმკლავდები ყველაფერს. მთავარია რომ სმაილი მაგლუკით გაკოცებს. არა, მწვანე, მთავარია რომ გოგოებმა არ გაიგონ რომ ეს სმაილის შესახვედრად წავედი. მიდი, აბა, შედი. კარგი, შევადავეთყვი, გამარჯობა, მე დიანა ვარ. კარგი, მიდი. კარგი, თმა და მაკიაჟი ყველას მზად აქვს, ხო? მაგრამ ტანსაცმელი აღარ დარჩა. სიჩუმე, დიანა დაბრუნდება 1 წუთში და ყველაფერს გავუმკლავდებით. ხო, 1 წუთით დაიცადეთ, გთხოვთ? მერი მგონია რომ დიანა არ წასულა საპირფარეშოში. 20 წუთია წასულია, რა უნდა 20 წუთი? ხო, რაღაც რიგზე ვერ არის. დავბრუნდი, რით შემიძლია დაგიხმაროთ? სად იყავი? საპირფარეშოში. დიანა, შეხედე ლეილას ტალღები უნდა თმაში. გოგოებო, აბა ვის გჭირდებათ მაკიაჟი? მოდით დასხედით, ჩქარა რამეს მოვიფიქრებთ. ვინ არის დაკავებულია? სმაილ, მე ვარ დიანა. ახლა ხომ წერდი გააღე კარი, არავინ არ უნდა დამინახოს, ჩქარა. დიანა, მოხვედი? სალათისფერო? სმაილ, მწვანე არ ვარ, მაგრამ ჩქარა. უბრალოდ მწვანეს ლუკი მაქვს, რომ არავინ არ დაინახოს. კარგი, საერთოდ რატომ მომწერე, რატომ ჩამომიყვანე აქ? რა ხდება? არ უნდა დაინახოს. მოკლედ, დიანა, დღეს ქალების დღეა და არ მინდოდა საჩუქრის გარეშე დამეტოვებინე. ეს სამაჯური შენია და მეორეს მე დავიტოვებ. ერთმანეთს თუ შეუერთებ, გული გაკეთდება. მოიცადე სმაილ, შერიგების იმედი კიდევ გაქვს? ხო, დიანა, ვერ ხვდები რომ შენ გარეშე ცუდად ვარ. კალათბურთიც აღარ მადარდებს, არაფერი აღარ მადარდებს.
გოგოებო, მინდა თქვენი დღევანდელი დღესასწაული მოგილოცოთ და გისურვოთ, რომ ყოველთვის ასეთი ლამაზები იყოთ, როგორიც ახლა ხართ. მომისმინე, შენ დიანა არ ხარ, მწვანე ხარ, ჩუმად იყავი, ჩუმად. და ახლა ჩვენ წინაშე პირველი მოსიყვარულე წყვილი წარდგება, ჯიჯი და პატრიკი. ჯიჯი, რას წარმოგვიდგენთ? ჩვენს ნომერს ქვია ახალდაქორწინებულები მიდიან მოგზაურობაში. პატრიკ, პრობლემა მაქვს. რა პრობლემა? საცურაო კოსტუმი არ მაქვს. ჯიჯი, 10 ჩემოდანი გაქვს საცურაო კოსტუმები ცავს. არა, პატრიკ, არ გესმის, ყველა ძველია. კარგი ჯიჯი, არ ინერვიულო, თუ გინდა ჩემი საცურაო კოსტუმი ჩაიცვი. მისმინე, სმაილ, შერიგებისთვის მზად არ ვარ. ხო, დიანა, მესმის და არაფერს არ გაძალებ, დროს მოგცემ. უბრალოდ ეს სამოჯური მაინც გამომართვე. და ჩემსაც გავიკეთებ და როდესაც ერთმანეთს დავადებთ, გულს გააკეთებს. კარგი სმაილ, გავიგე გული, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, მელოდებიან და შენს კალათბურთელებს უთხარი წამოვიდნენ ეგენიც. დიანა, და კოცნო? სმაილ, გითხარი ახლა, რომ მზად არ ვარ თქო. კარგი დიანა, ყველაფერი გასაგებია. კარგი სმაილ, მთავარია არ დამინახონ. კარგი, ერთი ნაბიჯი გადადგმულია. არა, პატრიკ, ახლა დავქორწინდით და უკვე მიყვირი, იცოდე ფრთხილად თორემ გავშორდებით. ბოდიში მაპატიეთ. აი დიანაც მწვანეს ლუქით. მოდი ჯიჯის და პატრიკს ტაში დაუგრათ. და ჩვენი შემდეგ გამომსვლელები იქნებიან ასევე მოსიყვარულე წყვილი კოსტა და კარინა. სმაილ, ადგილის გაცვლა მინდა, საჩქაროა. რატომ მე სმაილის გვერდზე მინდა დაჯდომა? მწვანესთან მინდა საუბარი სმაილ. ყველაფერს აგიხსნი. ხო, რა თქმა უნდა ამიხსნი. აბა რა შოუ მოგვიმზადეთ კოსტა და კარინა. ჩვენ გვინდა გაჩვენოთ აუტანელი გოგო ურთიერთობაში. კოსტა და ჯეკი? გიყვარ ვარ? მიყვარ ხარ. ასე ჩუმად რატომ თქვი, არ გიყვარ ვარ? კარინა, მე ძალიან მიყვარ ხარ. კოსტა, რატომ მიყვირი? მართლა აღარ გიყვარ ვარ? კარინა, როგორი ტონით უნდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარ ხარ. კოსტა, გულწრფელი უნდა იყო, გულწრფელი. კარინა, მიყვარ ხარ, შენ საუკეთესო გოგო ხარ მთელ მსოფლიოში. კოსტა, რა ხდება? ასე რატომ ამბობ, რამე დააშავე? კარინა, შენ მე ცუდად მხდი, ყველაზე გამაღიზიანებელი ხარ. ხო, არა, ანუ არ გიყვარ ვარ, მართლა. პიცას ასეთი გამაღიზიანებელია. და ჩვენი შემდეგი წყვილი იქნება აისი და პიცა. ვიცი, რომ შენ დიანა არ ხარ. მე რა, დიანა მთხოვა, რომ ეს გამეკეთებინა. შოუს მერე მაგას მოიხსნი და დიანას შეურაცხყოფას აღარ მიაყენებ. ჯანდაბა, სმაილი რაღაცას ეუბნება მწვანეს. ხო, და რატომ გააკეთე ეს ყველაფერი? როგორც კი გახვედი, მივხვდი, რომ არ მიდიოდი საპერფერშოში. კნოპა წავედი ოღონდ სმაილის შესახვედრად. და შეგიძლია გეთქვა. აბა რა არის თქვენი ნომერი? მე ჩემი შეყვარებულისთვის პოემა მომამზადე. შეიძლება გავიდეთ სუდად ვარ. ნასტია, თავი ხელში აიყვანე. კარგი პოემა ჩემი შეყვარებული პიცასთვის. ნაზად გავაბტრელეთ ცომი და დადეთ საცხობ ფირფიტაზე. წაუსვით კეჩუპი, დაჭერით პომიდორი და ამატეთ მაიონეზის ფენა და კიდევ ძეხოვლი. ამ პიცას ჩემი ოცნების გოგოს დავარქმევ. ძალიან მომშვიდა, ტაში დაუგარით ამ წყვილს. აი, საუკეთესო შეყვარებული ხარ. და ახლა შემდეგი წყვილის დროა, ჯული და ბროასტი. ჩვენი პერფორმანსი არის სახელად ცოლ-ქმარი ჩხუბობს ვისგავს ბავშვი. საყვარელო, ნახე რა ლამაზია. ჯული, მაგრამ ისვე არ მგავს. როგორ არა, თვალებზე შეხედე, შენი თვალებია. და წარბები? წარბები ჩემი. მწვანე, შეიძლება 2 წუთით დაგელაპარაკოთ? მწვანე რაში გჭირდება? დიანას დაელაპარაკეთ, მე ვუყურებ აქ შოუს. დიანა, მგონი ყველა მიხვდა ყველაფერს. უნდა ვისაუბროთ. დიანა, წამოდი შენც. დიანა, ხო, გითხარი რა ხდება? რატომ გამოეწყე მწვანეს ფორმაში?
დიანა, რა საშინელებაა ეს? მარტო დაგვტოვე იმისთვის, რომ გასულიყავი და მწვანეს ფორმა ჩაგეცვა და ჩვენ ვმუშაობდით. მისმენთ გოგოებო, მართლა ყველაფერს აგიხსნით, ოღონდ მოგვიანებით. ახლა არ ამახსნევინოთ და მე არაფერს არ აგიხსნით, იმიტომ რომ არც ვიცი საერთოდ რატო გავცვალეთ ლუკები. დიანა, რა სამაჯური გიკეთია ხელზე, ეს გასახდელში არ გიკეთა. და ყველა მიცის ეს სამაჯურები რატომ უკეთიათ ხალხს. კარგი გოგოებო, ვაღიარებ, ყველაფერი ჩემ ბრალია. გეტყვით, ოღონდ გთხოვთ, დამპირდით, რომ არ გამიბრაზდებით. დიანა, როგორ შეიძლება გავუბრაზდე ჩემს საუკეთესო მეგობარს? უბრალოდ სიმართლე უნდა თქვა. გონი გავიგე რაც ხდება, მივხვდი ყველაფერს. დიანა, ყველაფერი გასაგებია, წახვედი და სმელს შეურიგდი ჩვენ ზურგს უკან, არა? არა გოგოებო, არ შევრიგებულ ვარ, მართლა, მაპატიეთ, გთხოვთ, საშინელება. იცი რა დიანა, არასწორად მოიქეცი, ყველა შეყვარებულებს დავშორდით და შენ აქ სმაილთან მიდიხარ, ჩუმჩუმად სადღაც დადიხარ. ხო, მაშინ მე შევურიგდები მაქს. იცი რა, მე შეყვარებული არ მყავს, ამიტომ არც მადარდებს. გოგოებო, არასწორად გაიგეთ. იცით რატომ არ შევურიგდი სმაილს? ვუთხარი რომ თუ მე მას შევურიგდებოდი, მაშინ ყველა ერთად შევრიგდებოდით. დიანა, თავიდანვე ეგრე უნდა გეთქვა, გაბრაზდნენ ახლა შენ მარტო რომ წახვედი, რას იზამ? ჯანდაბა, ახლა რა გავაკეთო? კარგი, ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდე და გოგოებს ყველაფერი ავუხსნა. ყველაფერი უნდა მოვაგვარო, კნოპა, წამომყევი. მოიცადე და მე რა გავაკეთო ახლა? Keep the same energy. Work on being better when I'm 70.